წარმოგიდგენთ პროექტი ქართული ხელოვნების შესახებ. სახელწოდებით აღვადგინებ და გადავარჩინებ კულტურის ძეგლი. მოგესალმებით. დღეს ჩვენ მინდა გავაცნოთ საქართველოს რეპრესიები და კეთის მხატვრობა. მოგეცეთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად სავალალო მდგომარეობაშია ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი მხატვრული და ისტორიული ღირებულების მქონე ეკლესიები და ტაძრები. საქართველოს ისტორიიდან კარგად ვიცით, რომ საუკუნეების მანძილზე გარშემო კეთის ცდილობდა საქართველოს გამონებას და მისი რელიგიის შესწავლას. ურჯულო მტერი ანგრევდა და ანადგურებდა ჩვენს ეკლესიებს. ასევე ანადგურებდნენ ფრესკებსა და ხატებს. მისი ბატონობა და თარეში არ განუცია საქართველოს თურქეთის არა, ყოველ ცდილობდა დაბატონებოდა ქართულ მიწა-წყალსა და კულტურას. ჩვენმა ეკლესიებმა და ფრესკებმა 1000 განჯვევას გაუწიეს, მაგრამ მაინც მოახდენს ჩვენამდე. ეს კი იმას მოგასწავლეს, რომ ჩვენი წინაპრები დარბეული ეკლესიების მონასტრებისთვის არ იშლებდნენ ძალაუფლებას და ყოველთვის ადგენდნენ მას. ამიტომაც მოაღწია ამ ფრესკებმა და ტაძრებმა ჩვენს დრომდე. ეხლა კი ჩვენი მოვალეობა ვისწრებთ კულტურულ ფასეულობათა დასაცავად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალ თაობას კულტურული მემკვიდრეობა უნებლიეთ გადავსვათ. მე-21 საუკუნეში ყველამ უნდა იცოდეს, თუ რა დიად და დიდი ისტორიის მქონე ერიშვილები ვართ და რა მნიშვნელოვანია 21 საუკუნეში ამ კულტურის მოვლა პატრონობა. ახლა კი გესაუბრებით ნეკრესის სამონასტრო კომპლექსზე. ნეკრესი ოდითგანვე კულტურს საგანმანათლებლო კერად ითვლებოდა. ახლა კი იგი ძალიან დაზიანებულია და ესაჭიროება რესტავრაციას. თუ მას არ ჩაუტარებთ რესტავრაციას, იგი შეიძლება სულთლად განადგურდეს და ჩვენ მომავალ თაობას მას ინფორმაცია აღარ მიეწოდოს. ამ პრეზენტაციაზე ამ პროექტზე იმუშავა ნინო კურატიშვილმა, რიჩიკი პატაძე, დავით ილევაშვილმა და მარიამ გოგოლაურმა. ახლა კი წარმოგიდგენთ მას. გამარჯობა, მე ვარ ნინო კურატიშვილი. მე რომ მეორე კლასი აკეთებს პროექტს სახელად აღვადგინოთ და გადავარჩინოთ დაზიანებული კულტურის ძეგლები. მე და ჩემი კლასელები, მარიამ გოგოლაური, რიჩიკი პატაძე და დათო ილევაშვილი, ვაკეთებთ პროექტს ნეკრესის სამონასტრო კომპლექსის შესახებ. ნეკრესის მონასტერი იმიტომ ავირჩიეთ, რომ იგი ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ტაძარია საქართველოს ისტორიაში. იქ არის ძალიან ბევრი დაზიანებული ფრესკა თუ ხატი. ამიტომ თხოვნით მივართავ პრეზიდენტს, რომ აღადგინოს ისინი. ახლა კი გთხოვთ მოვსმინოთ მცირედ ინფორმაციას ნეკრესის შესახებ. ნეკრესის ძველთა ძველი ტაძარი ყვარელი და 8 კილომეტრის დაშორებით ნეკრესის თასზე მდებარეობს. ნეკრესი მდინარე ალაზნის მარცხენა მხარესაა. მისი შესანიშნავი ადგილმდებარეობა და თვითონ ტაძრის სილამაზე ბევრ მნახველს აოცებს. ნეკრესი მეტად საინტერესო ნაგებობათა ანსამბლია, რომელიც ნაშთია ნეკრესად წოდებული უძველესი ქალაქისა, რომელიც ჩვენ წელთაღრიცხვამდეა დაარსებული. მომდევნო საუკუნეებში ქართველ მეფეებს ბევრი რამ გაუკეთებიათ ქალაქ ნეკრესის ღვთისა და გამშვენებისათვის. ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი სხვადასხვა ნაგებობებისაგან შედგება. ზოგი მათგანი მე-4-მე-5 საუკუნითაა დათარიღებული, ზოგიც მე-3-მე-9 საუკუნეებს განეკუთვნება. ადრინდელი ეკლესიების რიცხვშია ნეკრესის მონასტრის მცირე ეკლესია. ტაძარი ბაზილიკური ტიპისაა. ერთი შეხედვით გარედან იგი კოშკს მოგვაგონებს. ტაძარი გადახურულია გაუცდელი ქვის ფილებით. შესასვლელები გვერდითი ნაგებიდან აქვს. მეორე მნიშვნელოვანი ნაგებობა, მთავარი ტაძარი, დათარიღებულია მე-4 საუკუნით, რომელიც წმინდა აბიბოს ნეკრესელმა ააჩინა და აქვე საეპისკოპოსო კათედრაც დააარსა. ეს ტაძარი ბაზილიკური ტიპისაა, აქვს მომცრო სარკმლები. სამხრეთ მიწაშენი სასულიერო პირთა საფლავებია, ხოლო მის გვერდით სამხრეთის მხარეს აშენებულია ორსართულიანი შენობა, რომლის პირველ სართულზე მარანია, ხოლო მეორე სართულზე სენაკები. ამ შენობის წინ დასავლეთის მხარეს არის სამრეკლო, რომელიც პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. ძალიან დიდი მადლობა ამ ჯგუფს ესეთი კარგი პროექტისათვის. ეხლა კი ვისაუბრებ ვოლნისის ტაძრის შესახებ. ვოლნისის ტაძარი აშენდა 478 წელს. 478 წლიდან მან დღემდე მოხდა და ძალიან ბევრ პერიოდს გაუძლო. მან გაუძლო როგორც ომებს, ასევე ის მოესწრო ოქროს ხანას, ანუ იმ პერიოდს, როდესაც მოღვაწეობდა თამარ მეფე. სწორედ თამარ მეფის ბრძანებით ჩაუდგარდა მას რესტავრაცია. ვოლნისის სიონი მდებარეობს ოქროს მდიდარ ვოლნისში, მდინარე ფოლადაურის ნაპირას. ვოლნისის სიონში ასევე არის ვოლნიური სასწაულმოქმედი ხატი. ვოლნისის სიონს გარშემო აკრავს ძალიან დიდი გალავანი, რომელიც დღესდღეობით დანგრეულია და რესტავრაციას საჭიროებს. ეხლა კი წარმოგიდგენთ პროექტს. გამარჯობათ, მე ვარ მე-2 კლასის მოსწავლე გიორგი კოვახიძე და ჩვენ წამოვიდგინეთ ჩვენს მიერ გაკეთებულ პროექტს ბოლნისის სიონზე. უძველესი ქართული ტაძარი ბოლნისის სიონი ქვემო ქართლში, სოფელ ბოლნისში მდებარეობს. ბოლნისის სიონი ერთ-ერთი უდიდესი სამნავიანი ბაზილიკაა საქართველოში. იგი ღვთისმშობლის მიძინების სახელზეა აგებული. წარწერის მიხედვით 478-493 წლებით არის დათარიღებული.
ბოლნისის სიონი საყურადღებო და სახელგანთქმულია როგორც ისტორიული, ასევე მხატვრული მნიშვნელობითაც. ბოლნისის სიონის კედლებმა შემოინახა საქართველოში გადარჩენილი უძველესი ქართული წარწერები. ტაძარი საფუძვლიანადაა რესტავრირებული. ძლიერ დაზიანებული ტაძარი მე-17 საუკუნეში მეფის ბრძანებით აღადგინეს. მოხატეს სამხრეთ-დასავლეთით სამრეკლო მიაშენეს. ინტერიერში არის გვიანი მხატვრობის ფრაგმენტები. მე-20 საუკუნეში ჯგუფს ორჯერ ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. 1936-1939 წლებში ტაძარი შეაკეთეს, გადახურეს და გაამაგრეს, ხოლო 1970-1971 წლებში სარესტავრაციო საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარეს. ბოლნისის სიონი კარგი მაგალითია იმისთვის, რომ გავიაზროთ თუ რამდენადაა მნიშვნელოვანი დროული კონსერვაცია, რესტავრაცია ძეგლისთვის. სლაიდში ნახავთ რამდენადაა დაზიანებული ფრესკები და რომ დროულად არ დაიკონსერვებინათ ან თუნდაც მე-17 საუკუნეში არ აღედგინათ ტაძარი. ეს უნიკალური ტაძარი და ფრესკები დღეს აღარ გვექნებოდა. ამიტომაც მოგმართავთ თხოვნით მე-21 საუკუნეშიც გადავარჩინოთ კულტურის ძეგლები მომავალი თაობისთვის. ახლა კი გაიცანით ჩვენ slide shows.
ინფორმაციის მოწოდებისათვის გიორგი გაუსტაშვილს, ლიკა დავლაშენიძეს და მურა მეტროვის. ეხლა კი ინფორმაციას მოგავსვით ნიკოლწმინდის ტაძრის შესახებ. ნიკოლწმინდა მდებარეობს რაჭაში და ის აშენებულია მე-11 საუკუნეში ბაგრატ მესამის მიერ. ამ პროექტზე იმუშავა ბაია ცხადაშვილმა, მარიამ ციკლოვმა, ნუნუ ლობჟანიძემ და ლელი შვენდამ. გამარჯობა, მე ვარ ბაია ცხადაშვილი. ჩემ ახალგაზრდების მასწავლებლმა დაგველალა, რომ ინფორმაცია მოგვეძიებინა სარესტავრაციო ფრესკების შესახებ. მე და ჩემო მეგობრებმა გადავწყვეტეთ ინფორმაცია მოგვეძიებინა ნიკოლწმინდის ტაძრის ფრესკებზე, არქიტექტურასა და ისტორიაზე. ნიკოლწმინდის ტაძარში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას დღემდე უცნობი ფრესკები აღმოაჩინეს. ტაძრის კვირტიტორთა ადგილობრივ ფეოდალთა და მთავარანგელოზ მიქაელის გამოსახულებას მეცნიერებმა ჭვარტლი დაფარულ კარიბჭეებში მიაგულეს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ნიკოლწმინდის ახლად აღმოჩენილი მხატვრობის ნიმუშები მე-16 საუკუნეს განეკუთვნება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკა ვაჩეიშვილის გაცხადებით, ამ აღმოჩენის შედეგად ცნობილი გახდა ორი ფეოდალური გვარი, რომელიც მე-16 საუკუნეში ტაძრის აღდგენაში მონაწილეობდა. ნიკოლწმინდის ტაძარი 1010-1014 წლებში ააგეს. სამხრეთ და დასავლეთ კარიბჭეები კი მოგვიანებით მიაშენეს. 1534 წელს ტაძარი იმერეთის მეფეს ბაგრატ მესამის დროს განუახლებიათ. ტაძრის შიგნითა ფრესკებიც ამავე პერიოდისაა. ნიკოლწმინდის ფასადები ჩუქურთმების გარდა მორთულია მნიშვნელოვანი რელიეფური ქანდაკებებით, წმინდათა გამოსახულებებით, მრავალფეროვანი სცენებით, რეალური და მისტიკური ცხოველებით, რომლებიც დიდად და ზუსტად ზიან ერთიან სილუეტებში. დიდ მადლობას ვუხდით ბაია ცხადაშვილის გუნდს ესეთი საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისათვის. ახლა კი წარმოგიდგენთ ბედიის სამონასტრო კომპლექსი. ბედიის სამონასტრო კომპლექსი მე-10 საუკუნეში ალბო ბაგრატ მესამე ბაგრატიონმა. იგი კედლებზე შემორჩენილი არის მოხატულობის ფრაგმენტები. 2010 წლისთვის მას ჩაუტარდა რესტავრაცია, რომელიც მალევე შეწყდა. ამ პროექტზე მუშაობდნენ მარიამ ყულენიძე, სოფო ვაშახაძე, მარიამ ბალტაშვილი და დანიჯერ ნაკარაშვილი. ახლა კი წარმოგიდგენთ მას. მოგესალმებით, მე ვარ მარიამ ყულენიძე და ჩვენი გუნდი წარმოგიდგენთ პროექტს ბედიის მონასტრის შესახებ, რომელზეც ახლა ნინო მეჭეველი მოგვაწვდის ინფორმაციას. ნინო, შეგვიძლია ბედიის მონასტრის შესახებ. გამარჯობა, ბედიის მონასტერი იმყოფება აფხაზეთის ტერიტორიაზე. ის ერთ-ერთია ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს შორის, რომელსაც ოკუპანტები უპირებენ შეცვალონ. აფხაზეთის ტელევიზიით გადმოეცა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ ბედიის მონასტრის კედლები და ფრესკები არის შეღებილი, ხოლო ატომბედიელისა და დავით ნარინის წარწერები არის სრულიად წაშლილი. 2012 წელს ბედიის მონასტერში სარესტავრაციო სამუშაოები გამოცხადდა, თუმცა ეს არასდროს სარესტავრაციო სამუშაოები აღმოჩნდა სავალალო ბედიის მონასტერში. ამიტომ მოგმართავთ, რომ მიაქციოთ ყურადღება ამ ფაქტს. ახლა კი შევთავაზებთ ჩვენ მიერ გაკეთებულ სლაიდ-შოუს. ბედიის მონასტერი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი თვალსაჩინო ძეგლია. ის აფხაზეთში ოჩამჩირის რაიონში, სოფელ ბედიის ცენტრში მდებარეობს. ისტორიული ცნობების მიხედვით ბედიის კომპლექსი მე-10 საუკუნის მიწურულს დაახლოებით 999 წელს მეფე ბაგრატ მესამე ბაგრატიონმა ააგო. ბედიის სამონასტრო კომპლექსი წარმოადგენს საქართველოს ერთიანობის სიმბოლოს. აქ დასაფლავებულია გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ მესამე. სამონასტრო კომპლექსი მთავარ ნაგებობას ეზოს ცენტრში აგებული ბედიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი წარმოადგენს. ტაძარი მნიშვნელოვნად გადაკეთებულია მე-13-მე-14 საუკუნეებში. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია ფრესკული მხატვრობის სამი ფენა, რომელიც მე-10, მე-11, მე-13, მე-14 და მე-15, მე-16 საუკუნეებით თარიღდება. ბედიის საეპისკოპოსო საუკუნეების მანძილზე შუა საუკუნეების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა. იქ შექმნილი იყო შესანიშნავი წიგნსაცავი, სადაც მიმდინარეობდა ძველი ხელნაწერთა განახლება, რესტავრაცია, წიგნების თარგმნა და ახალი ხელნაწერების შექმნა. 2012 წელს ტელევიზიით გამოცხადდა, რომ მონასტერში მიმდინარეობდა ეგრეთ წოდებული სარესტავრაციო სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არც ერთი ეკლესიის აღდგენის პროექტი საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ქართულ მხარესთან შეთანხმებულები არ იყო. ამ ეგრეთ წოდებული რეაბილიტაციამ გასულ წელს განადგურა კიდევ ერთი უნიკალური ფრესკა. ესაა გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ მესამის ფრესკა. ბედიის მონასტერში განხორციელებულ ვანდალიზმი საქართველოს მხარემ კულტურული წმენდა უწოდა. ამიტომაც საქართველოს მთავრობას და კულტურის სამინისტროს მოგმართავთ თხოვნით გადაარჩინოთ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობა. დიდი მადლობა გადავხადოთ მარიამ ყულენიძეს, სოფო ვაშახაძის, მარიამ
გამარჯობა, მე ვარ ნიკა ვილანიშვილი. დღეს ჩვენი რეპორტაჟი შეეხება ბეთანის მონასტერი და ამ მონასტერში მყოფ თამარ-მეფის ფრესკას. ბეთანის მონასტერი აგებულია 13 საუკუნეების ვინაზე. იგი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. იგი მდებარეობს თბილისის დასავლეთ ნაწილში, დიდგორის რაიონში, მდინარე ვერეს ხეობაში, მის მარჯვენა მხარეს. საკვირველი სასწაულებრივი ადგილია ბეთანია. იგი თითქოს დროითა და სივრცითაც მოშორებია წარმავალ ცხოვრებას. აქ ჯერაც არ არის ელექტროობა, რადიო, ტელევიზია, წყალგაყვანილობაც კი. ყველაფერი ისეა, როგორც 1000 წლის წინათ, როდესაც პირველად ფუძნდებოდა მონასტერი. ბეთანიის შესახებ თითქმის არაფერს მოგვითხრობენ ისტორიკოსები, დუნს მატიანიც, მაგრამ ის წარსულზე მეტყველებენ ტაძრის ძველი ფრესკები და წარწერები. ტაძარში დაცულია კედლის მხატვრობა, რომელიც ქართული მონუმენტური მხატვრობის განვითარების გარკვეული ეტაპის, მე-12-13 საუკუნეების მიჯნის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს. რელიგიური შინაარსის სცენების გვერდით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ისტორიულ პირთა, გიორგი მესამის თამარ მეფისა და ლაშა გიორგის პორტრეტებს. მოხატულობა შესრულებულია თამარის სიცოცხლეში, გიორგი ლაშას თანამოსაყდრად გამოცხადების ხანაში, დაახლოებით 1207 წელს. ოდესღაც ბეთანის მოხატულობა არაჩვეულებრივად მდიდრული და მშვენიერი იყო. ფრესკების ყველა საღებავი ძალზე ძვირფასია, ფერები ცოცხალი და ღრმაა, მკვეთრი ალისფერი სინგური, ბევრია ლამაზი, მუქი, ლურჯი ფერის ლილა ქვა. აური პიგმენტი ჟანგმიწის მდიდრული ნაკრები, ოქრო მეფეთა პორტრეტებზე, საერთოდ ღრმა, მრავალგვაროვან ფერთა დიდებული პალიტრაა, თუმცა დღესდღეობით ეს ფრესკა ძალზე დაზიანებულია და რესტავრაციას საჭიროებს. ფერები შესამჩნევად გახუნებულია, სახის ნაკვთები გაფერგთალებულია, კედლებიც დაზიანებულია. სასურველია თუ ფრესკას ჩაუტარდება რესტავრაცია, ვინაიდან ამ ფრესკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან იგი ერთ-ერთია თამარის იმ 4 ფრესკიდან, რომელიც დღესდღეობით შემოღჭა. ახლა ვშაობთ ოშკის მონასტერზე. ოშკის მონასტერი მე-10 საუკუნის 50-60 წლებში აიგო. იგი ყოველთვის გაუცვლელი იყო და მას ყველა ძარცვდა. მას ძალიან ჭირდება რესტავრაციის ჩატარება, იმიტომ რომ თუ მას რესტავრაცია არ ჩაუტარდა, შეიძლება დაინგრეს და ჩვენ მომავალ თაობას მასზე ინფორმაცია აღარ მიეწოდოს. იგი შეყვანილი არის 2012 წლის საზედამხედველო ძეგლთა დაცვის სიაში. ამ პროექტზე მუშაობდნენ ნინო ხიონიძე, გიორგი კოლკოტაშვილი, დიანა ნაკაიძე და თენგიზ ლომიძე. განჭება. მე ვაკეთებ ამ ინახელის დამიდა ხადავიათ ოშკის მონასტერი. იგი არის მე-10 საუკუნის 50-იანი სამართლიანი მონასტერი, რომელსაც საჭირო არა გადარჩენა. ძალიან მხოლოდ მთავრობა ყველა ადამიანი აქვს ამ განცხადებას. და რესტავრაცია ჩაუტაროს საქართველოს მნიშვნელოვანი ძეგლი. ძალიან დიდი მადლობა ყველასთვის. ახლა კი შემოგთავაზებთ ჩემს და ჩემს მეგობრებს მიერ დამზადებულ სლაიდშოუს. ოშკის ტაძარი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ძეგლია, მდებარეობს ისტორიულ აუზში, დღევანდელ თურქეთის ტერიტორიაზე. ტაძარზე არსებული წარწერით დასტურდება, რომ 973-976 წლებში ოშკში მონასტერი დაუარსებიათ ბაგრატიონთა სამეფო სახლის წარმომადგენლებს, დავით მეფესა და მის ძმას ბაგრატ ერისთავს. კედლებზე ყველგან არის ფრესკების კვალი. საკურთხევლის კედლის წარწერით ვიგებთ, რომ მოხატულობა 1026 წელს შეუსრულებიათ. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია სხვადასხვა დროის მხატვრობის ფრაგმენტები, ქრისტეს დიდების სცენის ნაშთები, აღსაყრდნებული ქრისტე მთავარანგელოზებს შორის, იოანე ნათლისმცემელი, ჯვარცმის და ვედრების კომპოზიციები. ინტერიერში ასევე ოშკის მშენებელთა დავითისა და ბაგრატის რელიეფური ბიუსტებია. გარეთ კედლები დაფარულია მრავალრიცხოვანი ასომთავრული წარწერებითა და რელიეფებით. ოშკი კულტურულ საგანმანათლებლო კერა იყო ტაოში. ჩვენამდე მოღწეულია ოშკის მონასტერში შექმნილი ხელნაწერები, მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ოშკის ბიბლია, რომელიც ამჟამად ათონის მთაზეა დაცული, ეგრეთ წოდებული ტიბეთის სახარება, რომელიც ამჟამად პეტერბურგში ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული. ოშკის ტაძარმა უდიდესი როლი შეასრულა ქართული საეკლესიო არქიტექტურის განვითარებაში. ტაძარი ბოლო წლებში რამდენიმეჯერ გაიძარცვა. კედლებიდან გამქრალია საუცხოო ფრესკები, ფილები, რომლებზეც ქართული წარწერები იყო. ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე უძველესი ქართული მონასტერი ოშკი დღეს განადგურების პირასაა და გადაოდებელ შველას ითხოვს.
მათში ამ პროექტზე მუშაობდნენ ნუცა გარცდაზე, კეთი კუსრაშვილი, ნიკა მამეიშვილი და გიორგი ჯაჭი. მათ იმედად შეარჩიეს ხანძთა, რომ მას კიდევ ესაჭიროება რესტავრაცია და შეიძლება ამ რესტავრაციის ჩატარება. გამარჯობა, მე ვარ ჟურნალისტი სახელად კეთი კუსრაშვილი. ჩვენთან ერთად იმყოფება 150 წლის საჯარო სკოლის მოსწავლე ნუცა კაცი. მას აქვს პროექტი სახელად აღვადგინა დანგრეული ტაძრები. გამარჯობა ნიცა, მოგესალმებით. რომ ტაძრებზე გაქვთ ინფორმაცია? მე მაქვს ინფორმაცია ხანძთაზე. და მოკლე ინფორმაცია სხვა არ გეტყოდეთ ხანძთის შესახებ? დიახ, იგი მდებარეობს კლასებში, თურქეთის ტერიტორიაზე. მისი მშენებლობა დაიწყო გიორგი ხანძთელმა, ხოლო შემდგომ დაამთავრა მე-7 საუკუნეში გურგენ მეოთხე. რა პრობლემა აქვს ახლა ხანძთელს? 2007 წლის შემდეგ მისი გუმბათი დაინგრა. მანამდე არ იყო დანგრეული. და რაც უთქვა შენ ამ ინფორმაციას, რა გინდა რომ მოხდეს? სამინისტრომ გაიგოს და რესტავრაცია ჩაუტაროს ამ წინვალე ნომერში. შენი აზრით გამოეხმაურება თუ არა სამინისტრო შენ ამ მოწოდებას? არ ვიცი, მაგრამ ვეცდებით რომ ყველანაირად დავასრულოთ ამაზე. ძალიან დიდი მადლობა. ეხლა თქვენს ეთერში გავა მოკლე სლაიდშოუ, რომელსაც წარმოადგენს ამ ჯგუფის წევრი გიორგი ჯაში. ხანძთა შუა საუკუნეების ქართული მონასტერი ტაუკლარჯეთში მდებარეობს. მოგეხსენებათ, რომ ტაუკლარჯეთი ახლანდელი თურქეთის ტერიტორიაა. ხანძთა დააარსა სასულიერო მოღვაწემ გრიგოლ ხანძთელმა მე-7 საუკუნის დასასრულს 792 წელს. შემდგომ ხანაში ადგილობრივი ფეოდალის გაბრიელ დაფანჩულის მატერიალური დახმარებით დაიწყო ქვის ტაძრის მშენებლობა. ერისთავმა აშოტ კუხმა მშენებლობას დიდი მატერიალური სახსრები შეუწყო. მშენებლობა დაასრულა ერისთავმა გურგენ მეოთხემ. ხანძთამ საბოლოო სახე მიიღო 989-941 წლებში. ხანძთის მთავარი რიგით მესამე ეკლესიის მშენებლობა 910-იან წლებში დაიწყო. მისი ქტიტორი იყო აშოტ ერისთავი. მესამე მთავარი ეკლესია დღესაც დგას ხანძთაში. მთავარი ეკლესიის მშენებლობას ხშირად შეცდომით უკავშირებენ გრიგოლ ხანძთელს. სინამდვილეში კი გრიგოლი მონასტერში შედარებით ადრე მოღვაწეობდა. მთავარი ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერაა დაზიანებული, ძირითად ფორმებში იგი დღემდეა შემონახული. კონქის ზედა ნაწილი და ზოგ ადგილას კედლების ზედა ნაწილები ჩანგრეულია. გუმბათი ბოლო დრომდე იდგა. 2007 წლის დეკემბერში ჩამოინგრა მისი სფერო, ხოლო გუმბათის ყელი დღემდე დგას. ცნობილია 6 წარწერიანი ფილა ხანძთიდან. ამ ფილათაგან 4 დღეს დაკარგულია, 2 კი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება. შემორჩენილია ასევე 4 წარწერა, რომლებიც სამრეკლოს კედლებზეა. აქ მოხსენიებულია სამრეკლოს ქტიტორი, კალატოზები და რამდენიმე ხანძთელი მოღვაწე. ყოველივე ამის გამო ეს მონასტერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამიტომაც კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, ყურადღება მიაქციოთ და აღადგინოთ ეს უმნიშვნელოვანესი ტაძარი. მადლობთ ყურადღებისთვის. პროექტზე მუშაობდნენ ნიკა მამეიშვილი, გიორგი ჯაში, ქეთი კუსრაშვილი და ნუცა კაცი. ძალიან დიდი მადლობა ამ ესეთი კარგი პრეზენტაციის წარმოქმნისათვის. ეხლა ჩვენ ვისაუბრებთ დიდუბის ეკლესიის შესახებ. დიდუბის ეკლესიაზე პრეზენტაცია მე და ჩემო გუნდმა ერთად გავაკეთე. ეს ეკლესია იმიტომ ამოვუჩიეთ, რომ კი გავიგეთ, რომ ახლა ჩაუტარდა რესტავრაცია, მაგრამ თურმე მასაც შეიძლება რესტავრაციის ჩატარება. ჩვენ ვიყავით ამ ეკლესიაში, მოვინახულეთ ფრესკები და რაც კი იყო დაზიანებული, ყოფილ სროთი გადავიდა. თქოთ ახლა გავუშვათ პირი, რომელსაც არის შეძლებილი და თვითონ ნახოთ. გამარჯობათ. მე ვარ ლუკა პაპავა. მე ახლა ვიმყოფები დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში. დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს აკაკ წერეთის გამზირზე. ეს ეკლესია 1760 წელს ლეკების მიერ დაინგრა, მაგრამ მალევე აღდგა. 1795 წელს აღა მაჰმად ხანის ლაშქარმა დაანგრია, მაგრამ 1880-1884 წლებში მეცენად გიორგი ქართველიშვილის, დეკანოზ ბესარიონ ზედგენიძისა და მღვდელ პეტრე იმნაძის მიერ აშენდა აღდგა. ეს იყო მოკლე ინფორმაცია ამ ეკლესიის შესახებ. ახლა მე დიდი გულით მინდა მივმართო და დიდი იმედებით ასევე მინდა მივმართო კულტურის მინისტრს, რომ ამ ეკლესიაში იმყოფება ძალიან ბევრი არა, მაგრამ იმყოფება ერთ-ერთი გამორჩეული ფრესკა, რომელიც არის სარესტავრაციო და ძალიან მინდა კულტურის მინისტრს ვთხოვო, რომ ამ ეკლესიაში არის ერთ-ერთი ფრესკა წმინდა ნიკოლოზის ცხოვრების ფრაგმენტი და ძალიან მინდა კულტურის მინისტრმა მიაქციოს ამ ეკლესიის სარესტავრაციო ფრესკას ყურადღება და აღადგინოს იგი. დიდი მადლობა. ახლანდელი ეკლესიის მიდამოებში ძველად საძოვრები იყო. ერთ კეთილმორწმუნე მწყემსს, რომელიც დიდუბაში აძოვებდა სამწყსოს, დასაძლებია ანგელოზი, რომელსაც უუწყებია. დიდუბის მინდორში ამადა ამ ადგილას ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატია დასვენებული. მიდი დაყვანე ეცი და სასწაულს გიჩვენებსო.
მეორე დღეს მწყემსმა თავისი ხილვა დედმამას და თანამშრომლებს უამბო. ხატის ხილვა ყველამ მოესურვა. მათ შორის ერთმა ბრმა მოხუცმა, რომელსაც იმედი მიეცა, ღმერთი ჩემზეც მიიღებს წყალობას და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის მადლით თვალის სინათლეს დამიბრუნებსო. მთელი სოფელი გაემართა დანიშნული ადგილისაკენ, თუმცა ბრმა მოხუცი მისი ხვეწნამუდარის მიუხედავად ამ ნიტონებაზე არ წაიყვანეს, მაინც ვერაფერს დაინახავსო. შინ დარჩენილი მოხუც სასვება არ დაუკარგავს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გიხარდნენ უგალობა და მხურვალედ შეევედრა. მოხუცი ბრმის ვედრება შეისმინა მოწყალე ღმერთმა და დიდუბის სანახებში მობრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი განსადიდებლად მეყვრსეულად განკურნა იგი. გახარებული მოხუცი ტაძრისკენ გაემართა, რათა თაყვანი ეცა სასწაულმოქმედი ხატისთვის. ამ სასწაულმოქმედებით განდიდებული ხატის თაყვანისსაცემად მრავალმა მომლოცველმა დაიწყო დენა მთელი საქართველოდან და უცხოეთიდან. ხატის სასწაულებრივი პოვნის ადგილას ნიში აღუმართავთ. ხატი დაუსვენებია და თაყვანი უციეთ. მალე ნიშის ადგილს ეკლესია აუგიათ, რომელმაც მე-19 საუკუნემდე მოაღწია. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის განსადიდებლად ორშაბათი დღე დადგინდა. ამ დღეს წირვას მოებმეს ღვთისმშობლის საჯამთელო პარაკლისი. ძალიან დიდი მადლობა ლუკასა და თავისი გუნდის წევრებს ესეთი კარგი პროექტის წარმოადგენისათვის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გადაარჩინონ კულტურული მემკვიდრეობა და სარესტავრაციო ძეგლების გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ. არის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ისიც, რომ სამხატვრო აკადემიაში შექმნილია რესტავრატორთა ფაკულტეტი. საქართველოს ეკლესიების უმრავლესობა შესულია იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში. იუნესკო ყოველდღიურად ადევნებდა თვალს, როგორ სიზუსტით მიმდინარეობდა ეკლესიების კონსერვაცია თუ აღდგენა. ჩვენმა თანატოლებმა უნდა ეცნობოდნენ ეკლესიების ისტორიას, მათ დღევანდელ მდგომარეობას და ცოტა წვლილი მაინც უნდა შეეტანონ მათ აღდგენაში. ჩვენ შემოვიდივართ თხოვნითა და წერადადებით, რომ დაიგვემგოს ექსპედიციების საჯარო სკოლაში, რომლის მთავარი მიზანი იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეკლესიების მონახულება. ჩვენ გვერდად კიდევ შევხსენებინათ თითოეული ქართველისათვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კედელზე ასახული ჩვენი ისტორია და სულიერება. რამდენად მნიშვნელოვანია კულტურის შენარჩუნებაზე ზრუნო თანამედროვე მსოფლიოში. არა მარტო კლიმატი ანგრევს და აზიანებს ჩვენ ეკლესიებს და მონასტერს. ეს ჩვენმა ბულგარელობამაც კი შეიძლება გააზიანოს. ალბათ გესმით, რომ ჩვენს პროექტში არ არის წარმოდგენილი იმ სარესტავრაციო ძეგლების სრული სია, რომელიც სარესტავრაციოა. მაგრამ ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს პრობლემა თქვენთვის გვეჩვენებინა და თუ ჩვენი ნამუშევარი თქვენ მაინც დაგაფიქრებთ, დიდებს დაგაფიქრებთ და გაგიხსენებთ იმას, რომ თითოეული ქართველის ვალია შეუნარჩუნოს მომავალთაობას კულტურული მემკვიდრეობა, ჩვენ ჭამთ, რომ ჩვენი შრომა ფუჭი არ ყოფილა. განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს მოგმართავთ, ვისაც ხელგეწიფებათ დრო იმისა, რომ აღადგინოთ ეს ეკლესიები თუ მონასტრები. პრეზიდენტს ესენი არიან პრეზიდენტი, მთავრობა, კულტურის მინისტრი, ძეგლთა დაცვის მინისტრი. ძალიან ფუჭად გამოგვიდეს ეს ყველაფერი, ეს ჩვენი შრომა და მხოლოდ მიაქციოთ ამ ეკლესიას და მონასტრებს ყურადღება. არც თქვენ არ გაპატიეთ შამალობა თუ ურჯულოვებს გადარჩენილი ეკლესიები და მონასტრები ჩვენი გულგრილობისა და